თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით გენიალური გამანდა, აი რომელსაც ხედავთ თქვენ. ჩვენ ცოტა უფრო მეტად გაუფასურდით, ვიდრე უნდა გაუფასურებულიყავით. ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა. ბღუჯა ამოიღო ფულის ქალბატონოა და ბღუჯა და აი ახაც ტანში მაჟრიალებს, იმიტომ რომ სიამოვნებისგან, აი გეთიცებით რა. კინაღამ დააკოცნა ის ქალი. 2017 წლის ბიუჯეტი არის ის გზა, რომელსაც ტაძრისკენ მივყავ. ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებას და ინფლაციას. კაცი რა მაგას იტყვის ახლა. რა უფასურდება, ეს კიდევ გაუფასურდა. მიზეზი რა არის? არ დაიჯეროთ ყველაფერი გარეთ. მე მგონი მთელ მთავრობას აჟრიალებს უკვე ისეთ კომენტარებს აკეთებენ. ლარი აუცილებლად დასტაბილურდება. ის პირობები, რაც დღეს არის ქვეყანაში შექმნილი, არ იძლევა უიმედობის საშუალებას. აი რა ნახე და კარგად პასუხს. ჰომო ურბანიკუს ჰედონიკუს ან შემოკლებით უბრალოდ ჰომო ურბანიკუს ან სულაც ურბანო ჰედონიკუს უწოდებდი. აი ნახეთ რა კარგად აგიხსენ. ბატონო ჩემო, თქვენ ხომ ბრძანდებით ჩვენი ეროვნული მშობლიური ბანკის წარმომადგენელი? არ არის? ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახლავთ. ფინანსთა მინისტრი, მით უმეტეს, უკეთესია. ბოდის გიხდით სხვა რაღაცებით ვიყავი ამჟამად დაკავებული უკაცრავად. პარტიიდან გაგრიცხა ირმა ინაშვილმა. ირმა ინაშვილი როგორ გამრიცხავდა პარტიიდან გენერალური მდივანი მე ვიყავი, მართლა. რომელი მართლა? ხო, შვიდარიეს ავადმყოფი. ალე. ხო, თუ შეიძლება ხო, არაკაცო. აყურებელი ადამიანები აყურებენ ხო, რეკლამა თუ შეიძლება. არაკაცოშე პარტიიდან გაგდებულო მათხოვაროში. ქუჩის დემაგოგია გახდა, ქუჩის დემაგოგია. აიმონე ვერეშვილი 2012 წლამდე გეძინათ უკაცრავად? არა, ტყნაურობდი. რა თქვენი საქმე რა საკეთებდი 2012 წლამდე? რა თქვენი საქმე? გულთ გონთ ხართა? ქალბატონია და გაგეცათ თუ არა სათანადო პასუხი? აი ბატონი ამბობს დეგენერატებში ვარ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აქ რომ მოვედი, აი ბოდიშს ვიხდი, წავედი, ესეთ ხალხს. ეს ადვილია რა, მისხმა ვიღაცა ნატაშ მატა გამოვლენ. ძელა არაჩვეულებრივი ძალიან ლამაზი სახელია და ძალიან უხდება ამ კომიტეტს. ჩემი სახელი ძალიან ბევრად რაღაცით აი სიმბოლო იქცა ჩემი ცხოვრებისთვის და მე ძალიან მიყვარს ეს ყვავილი, რომელიც ამოდის ყინულს ჭრის, ეს პატარა ყვავილი უფლის ძალით და ყინულზე ჩანს მხოლოდ ნაზი ღერო, რომელსაც აქვს ულამაზესი თეთრი ყვავილი. ფუფუნებით არ ცხოვრობ, ძვირფასეულობა, ჩასაცმელი თქვა ან სხვა რამ კომფორტი მე არ გამაჩნია ისეთი რომ თქვა მომერიდოს. მე მაქვს ეს გატაცება, არც ერთ შემთხვევაში თავისუფლებას არ მიცემ, რომ ამით მიმედავაზიანო. როდესაც ხესთან დაკავშირებენ და თქვენც ესე გონიათ რომ განსაკუთრებულად ხეები მიყვარს, განსაკუთრებულად ადამიანები მიყვარს, ყველაფერი თანმიმდევრულად და სწორედ მაქვს დალაგებული. მე მგონი რომ ნორმალური ადამიანი ვარ. განსაკუთრებული მიდგომები მაქვს ბუნებასთან, გარემოსთან და თუ რამეს შევძლებ რომ გავაკეთო, ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვიქნები. ძალიან ბევრი დრო მაქვს ახარჯული, 40 წელიწადია ვაკვირდები ამ პროცესს, აკავებული ვიყავ ფსიქოლოგიით, ფსიქოანალიზით, ვგნებავთ ფილოსოფიით. მოყვარულის ზონაზე. ქალბატონ ელენე, ნუ შემაწყვეტინებთ, მე არც ბავშვობაში, ძველ ბიჭობაში არ გეჯიბრებოდით, გახსოვთ ეს, მე წიგნს კითხულობდი. ხო, მე მახსოვხართ, არც ფეხბურთში არ გეჯიბრებოდით. მე ნუმედრები, მე სახალხო არტისტი ვარ, შენ არავინ არ ახარ. არავინ, ჩემთან შედარებით. გაჩნდი. ჩემს ესანდო ადამიანს მე ჯერ არ ვიცნობ არავის. ამდენი მეორე ტურს აქვს თავის მიზეზები, მე არ ვისაუბრებ ტექნიკური მიზეზების. ამდენი არ უნდა ყოფილიყო, უნდა ყოფილიყო უფრო ნაკლები, ბევრი ბიულეტენი გაყალბდა. ხებზე მუშაობენ. ამიტომ მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ. ეს ჩაიტარა საქართველოს კიდევ ერთხელ და გაიხარეს ვარ. ხარა მეგობრებო, ჩქარა თორე LGBT მოდის. გენი აღმოაჩინეს, რომელიც ნაყოფში თუ დარღვეულია, აუცილებლად ჰომოსექსუალი იქნება ბავშვი. მე მომისმენია წამიკითხავს, რომ ხალხი ტელევიზორზე, მაციوارზე, თავის ძაღლზე, კატაზე ქორწინდება და არ უშლიან ამის გაკეთებას, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ კონსტიტუციაში ჩაწერა. ქალბატონო ენძელა, ჩვენ ადამიანებზე ვსაუბრობთ. როგორც თავადაზნაურობის წინამძღოლმა გენეტიკური კვლევა პირველმა მეგავიარე და ანალიზები მოვიდა ამერიკიდან და ჩემი წინაპრები საქართველოში 14600 წლის წინ ცხოვრობდნენ. ლიბერი იყო რომაული ცრუღმერთების პანთეონის ავენტინური ტრიადის პლებეური ცრუღმერთი. შევით პოლიტიკაში. ნახოთ, მე მგონი კი, შევით. ანეკდოტი მე მგონი ესეთია რომ მან პარტია შექმნაო თუ ისა აქვს რა ქვია. სამკურნალოები ურო.
როგორ და როწერეს დაარტყავენ მიდიან და გამოდიან ნუ რა უნდა ვთქვა ჩემს დიდი პატივია რომ ამდენი დრო დამithმო ბატონო ბიძინემ ამ საუბრებში მე მქონდა მასთან მცდელობა რომ გვერდში დაგვდგომოდა სხვათაშორის ის განცხადება რაც თქვენ გაიხსენეთ მაგრამ მოვიდა დაჯილდოებული რაღაც საათით უგულავადან ჩემთან 5-10 წუთით და ნუ მეტი რა უნდა მე დიდი უგულავი საათით მივედი ნაჩუქარი და ბატონ ბიძინა ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა ხელზე მაშინ ვერ გაიხსენე ეწობა დავასრულოთ ბიძინა დავასრულოთ არ გინდა მე ვარ საქართველოს ქართკახეთის ბოლო მეფის გიორგი მე-12 შთამომავალი. ქალიშვილის ხაზით. მე გახლავართ ერეკლე მეორე შთამომავალი. ვინც არის ახლა ტახტის პრეტენდენტი, ნუგზარ გრუზინსკი არის ჩემი უახლოესი ნათესავი, უახლოესი. მე გახლავართ დადიანების შთამომავალი. გახლავართ გურიელების შთამომავალი. მე გახლავართ გიორგი სააკაძის შთამომავალი. ქეთევან დედოფალი დიდმოწამე არის ჩემი დიდი ბებია. ხამზაიდთა შთამომავალიც ვარ. პირდაპირ მაჰმადის ალითთა შთამომავალიც ვარ. ომეյათთა და აბასითთა სხვადასხვა ხაზები. ვარ რა თქმა უნდა დავით აღმაშენებლის შთამომავალი მაგალითად ასევე და მინდა რომ იყოს კაფიოდეს გასაგები. და დღეს ვარ ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ვარ საქართველოს, სრულიად საქართველოს თავადაზნაურობის წინამძღოლი. ბატონ დავით ახალმოურავს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვს ტრამპის გარემოცვასთან. ყველას გიმახსოვრებთ რა და ყველა გინებას ვაკოპირებ, ყველას გვარი და სახელი და ფოტო მაქვს შენახული, ვინც მე დედას მაგინებთ, იმიტომ რომ დრო მოვა აღარ ვიქნები საჯარო პერსონა და პოლიტიკოსი და მე ყველას დაგივლით სათითაოდ.